სალომე ზურაბიშვილის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. ბოიკოტის მომხრე პარტიები ამბობენ, რომ ეთანხმებიან მეხუთე პრეზიდენტს, რომელმაც 4 ოქტომბერს დაგეგმილ პროცესს მითი უწოდა. ისინი არჩევნებში მონაწილეობის მომხრე ძალებს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმ ნაწილს, რომ იგი ფარს უწოდებს სწორედ რუსულ სპეცოპერაციას და ეს 100-ია და მივესალმებით ყველა ადამიანის სწორ შეფასებას ამ მიმართულებით. პრინციპში ეს იმდენად ცხადია, რომ ამას დიდი პოლიტიკოსობაც არ ჭირდება. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის მას, რომ როდესაც ლაპარაკია ფარსზე, როდესაც ლაპარაკია რუსულ სპეცოპერაციაზე, მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღო იურიდიული ენით და პოლიტიკური ენით ამას ბოიკოტი ქვია. სალომე ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა 9 ივლისს გაავრცელა. მეხუთე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს თემა ოპოზიციის დასაპირისპირებლად დღის წესრიგში ქართულმა ოცნებამ შემოიტანა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ არავითარი თვითმმართველობის არჩევნები არ არსებობს. შესაბამისად, არასწორია როგორც არჩევნებში მონაწილეობა, ასევე ბოიკოტის კამპანიის წარმოება არარსებული არჩევნების წინააღმდეგ. ზურაბიშვილის განცხადებას ციხიდან წერილით გამოეხმაურა ლელო ძლიერის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები ბრძოლის ველია, სადაც ქართულ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადაწყვიტეს. ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება. ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართულ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ. რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად. აქვე კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმრობაშია. იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ და ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, რომ ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ დაგვიმალავს ჩვენი ამომრჩევლისთვის ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, რადგან ვთვლით, რომ დღესდღეობით ბოიკოტი აძლიერებს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს და ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ბრძოლის გზას ვირჩევთ და რა თქმა უნდა ამომრჩევლებს ჩვენ არ დავტოვებთ ქართული ოცნების პირისპირ, რადგან ჩვენი აზრით ეს არის დანაშაული. რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ქართულმა ოცნებამ სათავისოდ გამოიყენოს თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა ბოიკოტის შემთხვევაში ამის ალბათობა უფრო მეტია. მეხუთე პრეზიდენტმა მხარეებს სამოქმედო გეგმად შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა გააქტიურდეს, რომელიც გარდამავალ მთავრობას ჩამოაყალიბებს და რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციაში მიმდინარე დისკუსია მათთვის საინტერესო არ არის, რადგან ქართული ოცნება 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან, თუმცა ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი რას გააკეთებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვისმენთ გარკვეული პარტიების მხრიდან, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის. აქ თავარი არის ჩვენი პოზიციები. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ზაობა საარჩევნოდ. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ კამპანიას, საზოგადოებას მივაწვით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს. თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას სარისკოდ მიიჩნევს ევროპარლამენტიც. 9 ივლისს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელის და მეტიც, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს. ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლებიან და არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში არ ჩატარდება.